სინვის და ქილიკის საგანი. მე საბრძოლო მანქანას გულისხმობ. იმ საბრძოლო მანქანას, რომელსაც ჩვენ უკვე ვაწარმოებთ და რომელიც 26 მაის აღლუმზე ვნახეთ. შეუძლია თუ არა საქართველოს ასეთი ტექნიკის წარმოება. თუ რუსეთში მეტალურგიული ქარხნებიდან შეიძლება მილიონები იშოვო და სულაც მექანიკურ ჩამომსხმელი ქარხნიდან შეიძლება მილიარდერი გამოხვიდე, მაშინ დარწმუნებული ვარ, რომ თბილისშიც შეიძლება ქვეით და საბრძოლო მანქანების წარმოება. იმ დღიდან რაც კაცმა რკინის ჭედვა ისწავლა, ყველანაირი იარაღით ცეცხლით წვრთობას გადის. ახლა ლაზიკის მასთან ერთად კი მთელი ქართული სამხედრო მრეწველობის ცეცხლით ნათლობის დროა. ლაზიკა ჯერ პოლიგონზე რომ გამოჩნდა, შემდეგ კი აღლუმზე, მის არსებობაში ეჭვი მხოლოდ მაშინ შეიტანეს. ჯერ თქვეს ლაზიკა ტანკიაო. ბოლოს მაგის გაკეთება საქართველოში შეუძლებელიაო. ახლა აჩემებული აქვს ლაზიკა თუ ქალაქი თუ ტანკი. ვის ატყუებს საინტერესოა? კაცმა არ იცის, ვისთვის აპირებს ახალი ქალაქის აშენებას, რა თანხებით უნდა ააშენოს? ან როგორ შეიძლება ჭაობზე აშენებული ქალაქი ვინმესის იყოს საიმედო? რაც შეეხება ტანკ ლაზიკას, სად არის საქართველოში ტანკის საწარმოებლად საჭირო ერთი დეტალი მაინც. ტანკის წარმოება რომ შეძლო კილომეტრებზე გადაჭიმული მანქანათმშენებლობის ქარხანა უნდა კონდეს ქვეყანაში. გინახავთ სადმე ასეთ საწარმო? ჩვენ არ ვართ ის ხალხი ამდენ ტყუილს რომ დაიჯერებს. ეს მანქანა ტანკია თუ არა? ანუ ტანკი არ არის, ეს არის ქვედა საერთოდ ეს არის რუსული BMP დაშლილი, გადაჭრილი და ზევიდან დადუღებული ძარი. ეს რუსული BMP არ არის, ეს არის თავიდან ბოლომდე საქართველოში დაპროექტებული და თავიდან ბოლომდე საქართველოს შექმნილი კონსტრუქციისგან დამზადებული მანქანა. საქართველოში ტანკის გაკეთების არც იდეა არსებულა და არც საჭიროება. ქვეითა საბრძოლო მანქანის კლასს, რომელსაც ჩვენში BMP-ს რუსული აბრევიატურით იცნობენ, გაცილებით მოგრძალებული შეიარაღება აქვს, მაგრამ დიდი უპირატესობა მობილურობაში. ბავშვური კი ხარ. ძალიან ბავშვური. ამან 100 მეტრში რო დაინახოს BMP, რომელი მოერევა ეს თუ ის? BMP 2. ესე იგი ბავშვურ კითხვაზე მე ბავშვური პასუხის გასაცვლელობა არ მაქვს, მე უფრო სერიოზულ პასუხს გაგცემ ახლა. ეს არის ხარისხობრივად უფრო მაღალი დონის ჯავშანი, რომლის რეცეპტიც ასევე ჩვენ მეტალურგიის ინსტიტუტშია შემუშავებული. ჯავშნის სისქე უფრო მეტია და გარდა ამისა ამას აქვს კომპოზიციური ჯავშანი, რამოდენიმე ფენა ჯავშნის, რაც 4-ჯერ აღემატება BMP ჯავშნოს შესაბამისად ამანქანას მეტი გადარჩენის შანსი აქვს ერთმანეთთან პირისპირ შეხვედრის დროს. არავინ ამტკიცებს, რომ ან ლაზიკა, ან დიდგორი, ან რომელიმე სხვა ქართული მანქანა მთლიანად ქართულია. ყველა მათგანშია უცხოური დეტალები, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი სისტემები და თავად მანქანების კონცეფცია იმდენადვე ქართულია, რამდენადაც ქართულია მათი სახელები. ამ მანქანის გაკეთების დროს ჩვენ გავითვალისწინეთ ქართული სამხედროების გამოცდილება, მათ შორის რამოდენიმე სპეციალისტი, რომელიც ჩვენ ამ მანქანის გაკეთებაში გვეხმარებოდა, რამოდენიმეჯერ იყო აფეთქებული ამის ანალოგო მანქანებში და შესაბამისად ჩვენ გავაკეთებთ მხოლოდ ის, რაც არის დადებითი და გამოვიყენებთ მხოლოდ ის, რაც არის დადებითი ამ ტიპის მანქანებში. ლაზიკის შემქმნელებისთვის ეს მანქანა არ მხოლოდ პრესტიჟის, არამედ კომერციის საგანია. უკვე დაიწყო მუშაობა ეგრეთ წოდებულ ჭკვიან ქვემეხზე, რომელიც სამიზნეს დააფიქსირებს და მანქანის მოძრაობის მიმართულების მიუხედავად მას აღარ დაკარგავს. მაგრამ ჯერ უფრო ახლო მიზნებია მისაღწევი. ქართული არმია გადაიარაღებას საჭიროებს, რადგან მისი ჯავშანტექნიკის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ საბჭოთა წარმოებისაა. შემჩნეული გექნებათ, რომ ამის რუსულ ანალოგებზე ხალხი ზიანს ზევიდან, ეს ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ გადაადგილების დროს მანქანა დაიცვან თვითონ დესანტის წევრებმა, აქედან გამომდინარე, მათ სულ უხდება ზევიდან ყოფნა და ჩვენ შემთხვევაში არ არის საჭირო ზევიდან ჯდომა, შეუძლია სიჯდეს შიგნით, ლუკიდან ამოვიდეს, ამოყოს თავისი ავტომატი და თვითონ დაიცვას სამით თავის მანქანა. გარდა ამისა, ევაკუაციის და საჭიროების შემთხვევაში ბევრად მეტი ადგილი არის და ბევრად მეტი გარები და ლუკი არის იმისათვის, რომ სწრაფად მოხდეს ხალხის ევაკუება მანქანიდან. ლაზიკას კიდევ ერთი პოლიტიკური კითხვა მისი გეოგრაფიაა. არის თუ არა საქართველოში საწარმო, რომელიც ამ ტექნიკის წარმოება შეძლებს? ფაქტის ახეზია, უკვე შეძლო. ეს საწარმო არც სამცხე-მთიანეთშია და არც სვანეთ-ჯავახეთში. 31 ქარხნად უფრო ცნობილი საწარმო თბილისში 71 წელია არსებობს და ლაზიკას გარდა უამრავ სამხედრო თუ სამოქალაქო პროდუქციას უშვებს. საქართველოში არ უყვართ სიტყვა ემბარგოს ხსენება, მაგრამ ამ სიტყვის გარეშე არც ლაზიკა გაჩნდებოდა, არც დიდგორი, არც ქართული უპილოტო, არც ქართული არტილერია და არც არაფერი სხვა. ამოცანა არ ყოფილა რაიმეს გაკეთება, ამოცანა იყო იმაზე უკეთესის გაკეთება, ვიდრე აქამდე გქონია. თუ გაქვს ველოსიპედი და მას თავიდან იგონებ, ჩვეულებრივი იდიოტი ხარ. მაგრამ თუ შენ ჯავშანტექნიკა 70-იან, 80-იან წლებშია გამოშვებული. გაქვს მისი თანამედროვეთი ჩანაცვლების საშუალება და ამას არ აკეთებ, მაშინ იდიოტზე უარესი ხარ, ჩვეულებრივი მტერი. ეს არის დღის და ღამის ხედვის კამერა, აქვს ასევე თერმული კამერა, როცა ღამე
ნებისმიერი მიზანი რო აღმოაჩინა. მანქანა, ცოცხალი ძალა, ასე შემდეგ, რომელიც საერთოდ რესად ვერ დაგემარება. კამერა აღჭურვილი ზუმით მას აქვს 200 გადიდება. გარდა ამისა, აქედან ხდება მაგის მართვა. რეალი გააჩნია გამოდიოდა როგორ დააწერა თუ სწრაფად გინდა სწრაფად ტრიალებს ასე შემდეგ და აქედან გააჩნია საშუალება რომ აერჩიო იარაღი და იმიარაღით ისროლა. სამეცნიერო და საკონსტრუქტორო სამუშაოს მუხლი ქართულ სამხედრო ბიუჯეტში ყოველთვის იყო, ოღონდ მის გასწვრივ ყოველთვის 1-0 ეწერა. ის რასაც ახლა ქვია ქართული სამხედრო მრეწველობა, ამ ნულისა და სკეპტიკოსების დამარცხების პირველი მცდელობაა. უკვე ხმაურიანი. ჩვენ წინა გადაცემაში დაწყებულ თემას ვაგრძელებთ.